გორში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა საკრებულოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. გარდა ამისა, გორში შეკრებილებმა უწყვეტი აქციები დაანონსეს და თქვეს, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ყოველდღიურად იქამდე შეიკრიბებიან, ვიდრე დასახულ მიზანს არ მიაღწევენ. ვიკრიბებით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვაპროტესტებთ საქართველოში დამყარებულ და სამომავლოდ დასამყარებელ დიქტატურას, ხო? მალე მოვა დრო ამ ტემპით თუ წავედით, რომ აქ დგომასაც აგვიკრძალავენ და აქ დგომისთვისაც დაგვიჭერენ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებსაც, მათ შორის მოპროტესტი ადამიანებსაც და შეიძლება ბავშვებზეც კი გადავიდნენ, როგორც ეს ხდება რუსეთის ფედერაციაში. სწორედ ამიტომ ვაპირებთ ჩვენ, რომ გუშინ დაინიცირებული ცვლილებების შემდეგ უკვე აშკარა არის საით მიდის ეს ხელისუფლება და ამიტომ ვაპირებთ, რომ აქ პერმანენტულად შევიკრიბოთ და ვფიქრობთ ამ შემთხვევაში ასევე, რომ რაოდენობას კი აქვს კი ბატონო მნიშვნელობა, თუმცა არ არის გადამწყვეტი, მთავარი არის, რომ პროტესტის კერა იყოს მუდმივი. აქცია დღეს ჩაინიშნა 5 საათზე საკრებულოს წინ და ეს აქციები გაგრძელდება პერმანენტულად იქამდე, სანამ არ შესრულდება მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნები, როგორიც არის ახალი არჩევნები და უკანონო დაპატიმრებულების განთავისუფლება.